Კონკრეტულად მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98 პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა საქართველოში მარტო გუშინ და დღეს დაპატიმრებულია ოპოზიციის 20-მდე მხარდამჭერი. ადგილი აქვს ადამიანების ცემასა და დასახიჩრებას გუშინ ოცნების შტაბის წევრს სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს დღეს კი გორში ოპოზიციური კოალიციის ორ აქტივის რკინის ხელჯოხებით შეარაღებული 10-მდე პირი დაესხა თავს. 24 სექტემბერი ზუსტად 6 დღე არჩევნებამდე ქვეყანაში სადაც ნიღბიანი ბანდები ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით უსწორდებიან. Თქვენი ვალია დაიცვათ არა ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინტერესები, არამედ სახელმწიფო ინტერესები. ასე გააპროტესტეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კოალიციის კრწანისის რაიონის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერისათვის 10 დღიანი პატიმრობის შეფარდება. იურისტების განცხადებით პროცესის ჩანიშვნის შესახებ მათ უწყება არ მისვლიათ. შესაბამისად ოთარ ბალანჩივაძეს ადვოკატის ყოლის საშუალება არ მიეცა. Დანამატი გახდა სასამართლო სისტემა მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის და ფაქტობრივად ისე შეწყობილად მუშაობენ. ადვოკატის თქმით ბალანჩივაძე ნაცემია იმ ფაქტს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი და თვითმხილველიც ადასტურებს. მათი თქმით დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბალანჩივაძემ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს კოალიციის წინასაარჩევნო პლაკატების ჩამოხევის მიზეზი ჰკითხა. ახალგაზრდების თქმით გუშინ ჯერ კიდევ დილით ოთარ ბალანჩივაძის პიროვნებით დავით საყვარელიძე დაინტერესდა. ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბატონი დავით საყვარელიძე გამოვიდა და მიდით გაიარეთო გითხრა და ოთარ ბალანჩივაძემ უთხრა რატო გავიაროთ, სად გავიაროთ, ნელ-ნელა გავივლით და შენი სახელი და გვარიო დროზე მაინტერესებს მითხარიო. ქართული ოცნების აქტივისტებს დღეს გორშიც გაუსწორდნენ. დაზარალებულების თქმით მოულოდნელად მათთან მერსედესის მარკის 3 ჯიპი გაჩერდა, საიდანაც ნიღბიანები გადმოვიდნენ და რეზინის ხელკეტებით დაუწყეს ცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით საკითხის მოკვლევა საპატრულო პოლიციამ უკვე დაიწყო. დუბინკებით გვირტყავდნენ, წიხს გვირტყავდნენ, გაგვიგდეს რა. ძის დაგვაგდეს და ფეხებს გვირტყავდნენ სახეში. ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტები ამით არ დასრულებულა. გუშინ ღამით უცნობმა ქალბატონმა ქართული ოცნების გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელს ბუბადვალს სახეში გაურკვეველი სითხე. სავარაუდოდ მჟავა შეასხა. სადაბაზოსთან იყო ქალბატონი, რომელიც ისეთი ფორმით იყო, რომ ადამიანი იფიქრებდა, რომ შეუძლოთ იყო და შევეკითხე მეთქი ალბათ ხო არა, ცუდად შეუძლოთ ხო არა ხართ და შეუბრუნდა და სახეში შემასხა სითხე. გამთენიისას ღამის 5 საათზე ქართული ოცნების 4 აქტივისტი თიანეთის რაიონშიც დააკავეს. საქმე ამ შემთხვევაშიც კოალიციის საარჩევნო პოსტერებს ეხება, რომელსაც თიანეთის სკოლის პედაგოგი ხევდა. მისთვის ხელი შეშლა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა სცადეს. პოლიციას დაუმორჩილებლობა იმით განსხვავდება ყველა სხვა სამართალ დარღვევისაგან, რომ აქ მხოლოდ პოლიციის ჩვენება მოხდა. ანუ მოწმე არ აყავ, ჩეკერილი საქმე არის. ქართული ოცნების წევრ ზვია ძიძიგურის თქმით რეგიონებში პატრულისა და სამართალდამცავი ორგანოების გასააქტიურებლად სპეციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები შეუშვეს. რუსთავში არის მიმაგრებული ზურა ბეგაშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი ცნობილი დამრბევი და არის ვახტანგიშვილი, ზურა ვახტანგიშვილი, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური ფიგურების დაკავებაში. დღესვე საქალაქო სასამართლომ 200 ლარით კოალიციის 21 წლის აქტივისტი იმის გამო დააჯარიმა, რომ იგი ცარცით რუსთაველის მეტროსთან სავალ ნაწილზე წარწერებსა და ნახატებს აკეთებდა. მთლიანობაში ბოლო 2 დღის განმავლობაში ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტია დაკავებული.